ჩაწერა ჩაწერა ხო ჩაწერას დავაჭრე დაბზანდით მეგობრებო დაბზანდით კარგით დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ პეტრეს გზაზე გარკვეულწილად მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პეტრეს გზა ჩვენ უნდა გავავლოთ პარალელები საკუთარ ცხოვრებასთან უბრალოდ ამ მონაკვეთში პეტრე ფიგურირებს და პეტრეზე გავაკეთებთ აქცენტს თუმცა ეს არ იყო მხოლოდ პეტრეს მიერ ჩაბარებული გამოცდები და ცხოვრების განვლილი ეტაპები. და არც მხოლოდ ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრება იყო ასე. ჩვენს გვიწევს ამ ეტაპების გავლა და ყველა ეტაპს, ყველა მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში აქვს რამდენიმე ეტაპი, რამდენიმე მხარე. ადამიანები ყოჩაღები არიან, ღმერთს ადიდებენ, ხანდახან ლოცულობენ სასწაულებისთვის მათ ცხოვრებაში, მაგრამ ამის მეორე მხარე ის არის, რომ სასწაულებს ხანდახან გამოუვალი მდგომარეობები ჭირდება. და ამას ვეღარ ვითვალისწინებთ ხოლმე, არ გვინდა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, არ გვინდა ქარტეხილებში და დიდ ტალღებში აღმოჩნდეთ, არ გვინდა ისე ცუდად გავხდეთ, რომ სახურავის ახთა დაჭირდეს და ვიღაცის მიყვანა დაგჭირდეს. ეს არ გვინდა. მაგრამ სადღაც მეცნობიერში ყოველთვის გვინდა რომ ღმერთმა თავისი დიდებული ძალა გამოავლინოს ჩვენს ცხოვრებაში და ის გვინდა, ეს არ გვინდა. ეს თუ მოვიდა იმის მიუხედავად რომ არ გვინდა, იმისთვის ძალა აღარ გრჩება ხოლმე და სადღაც შუა გზაზე ვწყვეტთ ხოლმე ბრძოლას. ეგან ნიკას ამბობდა რომ ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ თქმა, ბოლომდე. ჩვენმა უფალმა ბოლომდე იბრძოლა. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. წმინდა წერილში წერია რომ ჩვენ დროზე ადრე ვნებდებით ხოლმე. სისხლის ბოლო წვეთამდე არ შევბრძოლები ვართ ცოდვას, წინააღმდეგობებს და უკვე ვნებდებით ხოლმე. და ღმერთის მოლოდინი არის რომ ჩვენ ძლიერები ვიყოთ და მტკიცენი ვიყოთ რწმენაში. აი ესე მოკლე სქემა. პეტრეს გზა როგორი იყო? პეტრეს გზა იყო თავდაჯერებულობიდან დაცემამდე, დაცემიდან სინანულამდე, სინანულიდან აღდგენამდე, აღდგენიდან მსახურებამდე, ერთგულებამდე, დიდებამდე. მაგრამ იცით როგორ არის, აი ჩვენს ყველას გვიწევს ამ გზის გავლა. თუნდაც პატარა ბავშვებს დავაკვირდეთ, ვისაც შვილები გყავთ გაზრდილი, ვისაც არა და მე გაზრდით, უფლის მადლით და წყალობით. როგორ არის ხოლმე პატარები, როგორ იწევენ. დედა მე დავაუთოვებ, დედა მე დავჭრი, დედა მე გავაკეთებ საჭმელს, მე გამოვაცხობ ხაჭაპურს, მამა მე დავჯდები მანქანის საჭესთან. ხო და ეს გაბედულება აქვთ, იმიტომ რომ არ იციან როგორი რთულია, თავდაჯერებულები არიან. ხო და მე ეს თავდაჯერებულობა ხშირად იწვევს ხოლმე რაღაცა ტკივილებს, დაცემას, იმედგაცრუებას და სინანულს, ადგილს ვეღარ პოულობენ ხოლმე. აი ზოგიერთი მათგანი აქ წყვეტს უკვე მერე ბრძოლას, ზოგიერთი მათგანი ნებდება უკვე. ღმერთი განა თავდაჯერებულობის წინააღმდეგია, ღმერთი იქით გვიბიძგებს რომ მასზე ვისწავლოთ იმედის დადება. მაგრამ ჩვენ ხანდახან ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე ვარდებით ხოლმე. თავდაჯერებულობიდან და დაუფიქრებელი მოქმედებებიდან სრულ განეიტრალებამდე მივდივართ ხოლმე. ჯერ იყო და პეტრე იძახოდა რომ იცი რა, აი ესო, არასოდეს მიგატოვებ. ყველამ რომ მიგატოვოს, მე შენს გვერდით ვიქნები და მერე პატარა მხევალი გოგონას წინაშე უარყოფს იესო ქრისტეს. ვინ ეკაჩებოდა ენაზე? სხვა მოწაფეებს არ დაუქადიათ ეს. სხვები ისმენდნენ, იმიტომ რომ იქ პირველი მოლაპარაკე იესო ქრისტე იყო და მისთვის პასუხის გამცემი პეტრე იყო. პეტრე მიმდენიც კი გაუბედა იესოს, რომ არ გინდა უფალო, შეიწყალე შენი თავი. რჩევებს აძლევდა იესო ქრისტეს. ეს მის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს, ეს მის გაბედულებაზე მეტყველებს, ეს მის სიწრფელეზეც მეტყველებს, თავგანწირვაზეც მეტყველებს, რომ ყველამ რომ მიგატოვოს უფალო, შენთან ვიქნები. ის ვაჟკაცი იყო და იცით რა, თავიდან კიდეც ჩამოათალა მღვდელმთავრის მონასყური. სხვა მოწაფეები ისევ მაყურებლების როლში იყვნენ. გაბედული იყო თუ არა,
როგორ არ იყო გაბედული? მე არ ვიცი იესოს გარდა რომელიმე სხვა მოწაფემ წყალზე გაიარა თუ არა. პეტრე იყო ერთ-ერთი მოწაფე. იესო ნუ დადიოდა გასაგებია. პეტრე გაბედული იყო, პეტრე ყინულმჭრელი იყო, ასე ვთქვათ. იესო რო ყველაფერს აკეთებდა ვიცით, მაგრამ პეტრესაც ჰქონდა პრეტენზია, რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ ხელს უშლიდა რა? მისი გამოუცდელობა და თავდაჯერებულობა. და იესო ქრისტე მოკვდა, აღდგა, რამოდენიმეჯერ უკვე ეჩვენა მოწაფეებს და ახლა იოანეს სახარების 21 თავიდან ცოტა ვრცელი მონაკვეთი უნდა წაგიკითხოთ და მე ნაბიჯ მივყვეთ. ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. აი ასე ეჩვენა მათ. ერთად იყვნენ სიმონ პეტრე, ტყუპის ცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მის მოწაფეთაგან. 7 კაცი. უთხრა მათ სიმონ პეტრემ, მე სათევზაოდ მივდივარ. ამის მიზეს მერე გავიგებთ, მეგობრებო. მიუგეს, ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ. საქმე არავის არ აქვს. იესო აღდგა, იციან. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო. უთხრა მათ იესომ, შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი, რა საინტერესოა? ეს ის მოციქულები არიან, აღმდგარი იესო ქრისტე რო ნახეს. ეს ის მოციქულები არიან, 5000 კაცის დაპურება რო ნახეს. ეს ის მოციქულები არიან, აი თევს რო იჭერს, მუცელს უჭრის და სატირს ხედავს. ბრმის თვალების ახელას ხედავს. ეს ის მოციქულები არიან. აი ნიკამ რომ მოყვაც ეგან რო იხილეს სახურავი როგორ აიხალა. ესენი არიან ცოცხალი შემსწრეები ღმერთის დიდებისა. ჩვენ ასე ერთად ყველას ერთად აღებულს. ამდენი არც ურთიერთობა ქონია უფალი იესო ქრისტესთან. ამდენი არც სასწაულები გვინახავს, ისინი 3 წელიწადი დღე და ღამე იესო ქრისტესთან ერთად იყვნენ. არ გვინახავს, იმათ მაინც ნახეს და ყველაფერი ამის მერე იესო მოკვდა, აღდგა. ერთი-ორჯერ ეჩვენა და გაქრა, აღარ არის და ხამა ჭამაჭირდებათ. რა გააკეთონ, რას აკეთებენ? რაც იცოდნენ, მანამდე იმას აკეთებენ. და იცით რა, აი შემთხვევითი არ არის, რომ ღმერთმა ამ ყველაფრის მერე დაუშვა მათ ცხოვრებაში ის რომ მათ საჭმელი არ აქვს. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ გადასახადები არ აქვს, განსაცმელი არ აქვს, კარგი ბადეები არ აქვს, ან ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ იმ დონეზე უჭირთ, რომ საჭმელი არ აქვს. შიერმა კუჭებმა აიძულა ისინი იქ გასულიყვნენ ზღვაზე. წარმოგიდგენია 7 მშიერი კაცი. და ეკითხება აი კონკრეტულად და ეს გადაწყვიტა სულიწმინდამ, რომ ჩაწერილი იყო იოანეს სახარებაში, საჭმელი არ გააქვთ, არაფერი გაქვთ საჭმელი, უпроსორად ასე. ნახეთ როგორი კითხვაა. ასე კი არ შეეკითხა, რაიმე გააქვთ შესაჭმელი, რომ ვიღაცას ეთქვა, რომ კი, ერთი ნაჭერი პური, არა. ისეთი გამომრიცხავი კითხვა, არაფერი გაქვთ საჭმელი? მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია უთხრა, არაფერი თუ ერთი ნაჭერიც არ გაქვს არაფერი. ვარ მოატყუებ. ბოლო ქრისტიანები არიან, ხო? იმდენად არაფერი კონდათ, რომ გულწრფელად შეეძლოთ ეთქვა, არაფერი არ გვაქვს. შენ რომელი ხარ, კაცო, შენც მშიერი ხარ? ჯერ ვერ ცნობენ იესო ქრისტეს. უთხრა მათ, ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ, ბადე და იპოვით. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო. მოწაფემ იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს, ეს უფალია. როცა გაიგონა სიმონ პეტრემ უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო და ზღვაში გადაეშვა. სხვა მოწაფეებს დააკვირდით. სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან. დაახლოებით 200 წუთაზე თან თევზებიანად მოათრევდნენ ბადეს. ბადეები ვერ აწიეს, რომ თევზი ნავში ჩაეყარათ. მძიმე იყო. და ასე ცურვით თევზებს მოათრევენ ბადეები. წარმოგიდგენიათ, რა მოსავალია. ეს მთელი ღამე მცდელობის შემდეგ მშიერ კუჭებზე. ღმერთო ჩემო, რამდენი კითხვა გაუჩნდებოდათ ალბათ. სად არის ახლა ჩვენი უფალი? არიცის რო გშია? მოგვიწოდა. არა დავკითხი ადრე. უფალო, აი ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ შენი გულისთვის და ჩვენ რა და თქვენ ყველაფერი, კაცო. ასმაგად. ჯერ აქ და სად არის ახლა უფალი? ხო ცოცხალია, ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორი გაურკვეველი სიტუაციაა.
ალბათ მდუმარეთ რაღაცებს აკეთებენ, ევზაობენ. შიგადაშიგ მწარე რაღაცა კომენტარები წამოწდებოდა თელეგრამზე ჩუმად ხო არ იქნებოდნენ. ნეტავ სად არის, უფალო სად ახარ? ჩვენ რო გონია რომ უფალი არ ჩანს, ვერ გხედავს. არ იცის ჩვენი მდგომარეობა, როგორ არ იცის? არაფერი გაქვს შვილებო საჭმელი? იცის. ძალიან კარგად იცის და უფრო მეტიც. განა არ იცის აცდის თან რომ ისინი თავიანთი ძალებით შეეცადონ, აბა ერთი რა შეუძლიათ? არის ალტერნატივა მას შემდეგ რაც იესო ქრისტეს გაიცნო. ღირს ქვეყნიერებაზე მიბრუნება, ღირს შენი ძველი მეთოდებით მოქმედება, ღირს პარალელურ რეჟიმში მუშაობა, თან ქრისტესი, თან ჩემი. ღირს, არა, ერთხელ იესო ქრისტემ თქვა, უჩემოდ არაფერი შეგიძლიათ, მე თევზები ხარ, თევზაობაც არ შეგიძლია და ალბათ რამდენჯერ ახსენდებოდათ. უფალო, შენ მაინც დაგვაჭერინე რამე და ისე გათენდა რომ არაფერი დააჭერინა. საინტერესო ის არის რომ ხმელეთზე რომ გამოვიდნენ ნახეს დალაგებული ნაკვერცხლები და თევზი ზემოდან. საინტერესოა. იესოს არ ჭირდება მოციქულების დაჭერილი თევზი, მათი შესაწირი, მათი მეათედი, მათი მოტანილი. არ ჭირდება იესო სამყაროს ბრძანებელია, დედამიწა და სისავსე მისი იესოსია. ხარები თუ დაჭირდება, ჩემიაო ყველა ხარი იძახის ღმერთი. თევზი თუ დაჭირდება, მისია ყველა თევზი. იმარა როდის მოასწრო დაეჭირა, მე რა ვიცი ხა იესო ბრძანებს ის თევზი თვითონ დახტება იმ ნაკვერცხალზე. მე ასეც მჯერა. ყოველ შემთხვევაში იესომ იცის რა რომ თავის მოწაფეებს არაფერი აქვს. ემზადება მათთან შესახვედრად და ის ხელცარიელი არ არის. უბრალოდ იესომ იცის რომ სანამ ისინი გაკვეთილს არ ისწავლიან, მათთვის არ შეიძლება რაღაცეების წინასწარ მიცემა, იმიტომ რომ გაკვეთილი აზრს დაკარგავს. ღმერთო, რამდენი ხანი ამ განსაცდელში ვარ, როდისღა მიპასუხებ, როდისღა იქნება უფალო, როცა გაკვეთილი ბოლომდე ნასწავლი იქნება. როცა ღმერთი, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარხარ ამ დედამიწაზე და ამ სამყაროში, დაინახავს რომ შენ ის გაკვეთილი, რომელიც უნდა გესწავლა აი ამ განსაცდელში, ისწავლე უკვე, მისახვედრს მიხვდი. აი მაშინ აღარანაირი მიზეზი აღარ დარჩება, რომ ღმერთმა არ გიპასუხოს, არ დაგაპუროს, არ განკურნოს, არ მოიტანოს გარღვევა შენ ცხოვრებაში. აბრაჰამს 25 წელიწადი დაჭირდა, 25 წელიწადი დადიოდა აბრაჰამი აქეთ იქით, რომ შვილი შეძენოდა აღთქმული. რომელშიც დედამიწის ყველა ტომი უნდა გადარჩენილიყო. 25 წელიწადი. ალბათ რამდენჯერ სვამდა კითხვას. ღმერთო, რატო? კი, მაგრამ რა ხდება, ღმერთო? მაგრამ სარა უნდა დარჩენილიყო უნაყოფო. აბრაამსაც აღარ უნდა ქონოდა არაფრის თავი. ღმერთს უნდა დაებრუნებინა ყველა ეს დრო უკან, აღედგინა მათი ახალგაზრდობა, გაეცოცხლებინა მკვდარი საშვილოსნო სარასი, რომ აბრაამს და სარას ესწავლათ გაკვეთილი. ღმერთი ყოვლის შემძლეა, მკვდრის გაცოცხლება შეუძლია, რომ მერე მორიას მთაზე რო წაიყვანდა ისაკს, აბრაამს წოდნოდა, რომ ღმერთს შეუძლია მკვდრის გაცოცხლება, იმიტომ რომ საშო გაუცოცხლა სარას. დაკარგული ახალგაზრდობა დაგვიბრუნა. ამიტომ თუ მთხოვს რომ ახლა მე შევწირო ის ვისშიც უნდა აღთქმა იყოს ოცხალი და გადაეცეს გადარჩენა ხალხს, თუ მთხოვს რომ შევწირო ის მის გაცოცხლებაშიც შეძლებს. ეს ებრაელთა მიმართ წერილში წერია რომ მას წამდა. ხმელეთზე რომ გამოვიდნენ ნახეს დალაგებული ნაკვერცხლები და თევზი ზემოდან და პური უთხრა მათ იესომ იმ თევზისა მოიტანეთ ახლა რომ დაიჭირეთ. ავიდა სიმონ პეტრე და 153 დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გადმოათრია. ეს ერთი ბადე გადმოათრია. მოდით ისაუზმეთ. ნახეთ, ის რაც ღმერთის ძალით არის დაჭერილი, როგორ დათვლილია. ეს იცით რაზე მელაპარაკება მე რომ აი მანდ ვინ ზიხართ ახლა და ვინც კიდე ონლაინ გვისმენს და კიდე ვინც ჩანაწერს მოისმენს, ყველა სათვალავშია უფლის წინაშე. შემთხვევით არავინ არ ხართ დაჭერილი და გადარჩენილი. თქვენ ხომ ადამიანთა მებადურებმა მოგინადირეს, დაგიჭირეს თავის დროზე და იესოსთან მიიტანეს თქვენი სული.
მე უმნიშვნელო ვარ, მე არ ვახსოვ ვარ, აი გურამის ლოცვას ისმენს, კოტეს ლოცვას ისმენს, მაიკოს ლოცვას ისმენს. არა, მეგობრებო, ყველა სათვალავში ღმერთის წინაშე არავის არ დაკარგავს იესო ქრისტე, ვერავინ ვერ წაგლეჭს იესო ქრისტეს ხელიდან. თქვენ ყველანი მნიშვნელოვანი ხარ და არ იფიქრო, რომ დღეს ახლა მან შემთხვევით ზიხარ ან შემთხვევით ისმენ ამ ქადაგებას, როცა ისმენ და საიდანაც მოისმენ. სათვალავში ხარ, გათვლა აქვს ღმერთს შენზე. 153 დიდი თევზი. ვინ დაითვალა ახლა იქ იჯდნენ მოწაფეები და იესო აგერარი და ამათმა თევზების თვლა დაიწყეს. შენ რომ იესო გეჯდეს გვერდზე, ფულის თვლას დაიწყებდი? არა. აქ სული წმინდამ გვაჩვენა რომ ეს მისი სათვალავი იყო. ეს მან იცოდა. ღმერთმა იცის რას აკეთებს. თქვენს თავზე თმის თითოეული ბეწვია დათვლილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. არ მოგატყუოს ეშმაკმა და არ გაფიქრებინოს რომ შენი ტკივილი, შენი შიმშილი, შენი ავადმყოფობა, შენი გამოწვევები, შენი ქართეყილები, შენი პრობლემები, შენი შიშები ღმერთისთვის სულ ერთია. არ იფიქრო ეს. გამორიცხულია. ყველანი ვართ მის სათვალავში, ჩვენ მისი კუთვნილებანი ვართ. ძალიან უყვარ ვართ უფალს და უნდა რომ ეს გაგვაგებინოს. ანდახან როგორ ვეხვეწები ხოლმე ჩემ შვილებს, შვილო, აი ეს გაითვალისწინე რა, შვილო, შენი მტერი ხო დარწმუნებული ხარ რომ მიყვარ ხარ? კი, მეტყვია, რამდენჯერ დაუნკიცე რომ მიყვარს. ხო და ამას რო გეუბნები, ნუ გონია რომ გემტერები ან ჯინაში გიდგავარ ან რაღაცა ახირება მაქვს. ვიცი რომ შენთვის არის ეს კარგი. დღეს 5 საათს რო დაკარგავ კომპიუტერულ თამაშებზე, 1 საათი რაღაცის სწავლაში დახარჯე. რო ხვალ შენ უფრო მომზადებული შეხვდე ზეგინდელ დღეს. სიყვარულით გვასწავლის მამა რაღაცეებს. ჩვენ ხანდახან გონია ხოლმე რომ დავავიწყდით. არ უყვარ ვართ, არ არის მნიშვნელოვანი, იცი რა, იმას მოусმენს, ამას მოусმენს. ჩვენ რო ხვდებოდეთ, მეგობრებო, რამხელა მნიშვნელობა აქვს ღმერთის თვალში თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას, ყველა იმ გაკვეთილს, რომელიც გვასწავლა, ყველა იმ სიტყვას, რომელსაც გვეუბნება, ყველა იმ ნიჭს, რომელიც ჩვენში ჩადო, ჩვენ ვერ მივცემდით ჩვენს თავს უფლებას, რომ უქმად და უნაყოფოდ დავრჩენილიყავით. ვერ მივცემდით ეშმაკს იმის უფლებას, რომ მოგვატყუოს და გვითხრას, რომ აი მე თუ არ მივალ ეგ არაფერი, ახლა იქ ვიღაცები იქნებიან. არა, შენ გელოდება დღეს ღმერთი ბრუკლინის ეკლესიაში და გელოდებოდა თუ არ მოხვედი. შენი ნიჭი აქვს ღმერთს სათვალავში, იმიტომ რომ შენი მეშვეობით ზუსტად იცის, რამდენ ადამიანს უნდა ასწავლოს რაღაც და რამდენი ადამიანი უნდა გადაარჩინოს, რამდენი ადამიანის გულს და სულს უნდა მიწვდეს. შეიძლება ახლა ეს არ გადარდებს, მეგობარო, მაგრამ იცი რა, ერთ დღესაც მარადისობაში რომ გადახვალ, იქ აღმოჩნდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გაგიკეთებია ამ დედამიწაზე, ყველაზე დიდი, რაც კი გაგიკეთებია ამ დედამიწაზე, იყო ის, რაც ემსახურებოდა სხვა ადამიანების გადარჩენას. სხვა არაფერი. შესაწირი იყო, სწავლა იყო, დამოწმება იყო, ვიღაცის მომსახურება იყო, ვიღაცის სახლამდე მიყვანა იყო, ვიღაცისთვის სხერფლის გაღება იყო, რაც კი გააკეთე იმისთვის, რომ ქრისტე წარმოგეჩინა შენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის და ამით მათ გადარჩენას შეწყობოდა ხელი, ეს ჩაგეთვლება შენ ყველაზე დიდ საქმეც ზეცაში. იმიტომ რომ ამისთვის მოვიდა იესო ქრისტე. ამისთვის ვარსებობთ ჩვენ სულყველანი. თუნდაც მან ბრუკლინში. ისაუზმეს. აქვე წერია რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ეჩვენება მოწაფეებს და ნასაუზმებს უთხრა სიმონ პეტრეს იესომ. სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარ ვარ? რა საინტერესო ფორმულირებაა რა? ითქვის, ეს ის სიმონ პეტრია, რომელმაც ცოტა ხნის წინ უარყო იესო ქრისტე. ეს ის სიმონ პეტრია, რომელსაც უკვე აღარ აქვს გაბედულება, რომ თქვას, რომ იცის რაღაცეები. და ამას ეუბნება, ვინც უღალატა იქ სხვა მოწაფეებიც ხო იყვნენ, იმათ ასე არ უარყვეს იესო ქრისტე, მაგრამ იცით აი როგორი დასმული კითხვაა ახლა, რო ეთქვა, რომ არაო, რანაირად გაიჟღერებდა ეს ამბავი, მაგრამ ალბათ ისიც რო თქვა, რომ ამათზე მეტად გიყვარ ვარ, ალბათ დანარჩენმა მოწაფეებმა რო გაიგონეს, რომ კი უფალო,
ზოგიერთები გაბრაზდებოდა, რა ჩემზე მეტად უყვარს ახლა იესო, მაგრამ ეს პეტრეს ბრალი კი არ იყო, ეს იესოს ბრალი იყო თუ შეიძლება ასე ითქვას. იესო შეეკითხა, ამაზე მეტად გიყვარო, არ პეტრე? რას ეთქოდა, არაო? მიყვარ ხარ უფალო, უთხრა და დანარჩენი შენ გაწომე, ხო? დიახ უფალო, შენ იცი რომ მიყვარ ხარ. არ უთხრამს ამაზე მეტად, მაგრამ დიახ უფალო, შენ იცი რომ მიყვარ ხარ. უთხრა მას მწყემსე ჩემი ცხვრები. ასაინტერესოა რა? აძოვე ჩემი ცხვრები სხვა ადგილას. ეუბნება კიდევ ერთხელ სიმონ იოანესაო, გიყვარ ვარ? დიახ უფალო. შენ იცი რომ მიყვარ ხარ. წყემსე ჩემი ცხვრები. აძოვე ჩემი კრავები. კიდევ ერთხელ ეუბნება სიმონ იოანესაო, გიყვარ ვარ? დამწუხრდა პეტრე. თორე იცის რომ იესო ტყუილად არაფერს არ ამბობს. ნუ, სადღაც ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ სამჯერ უარყო, სამჯერ აღიარებინან, ნუ გასაგებია ეს მათემატიკური ფორმულები. რა, ერთხელ რო ეღიარებინა, საკმარისი არ იქნებოდა, მაგრამ როცა იესო გელაპარაკება, ერთხელ ნათქვამი ორჯერ უნდა მოისმინო. კარგად უნდა სანამ რამე განცხადებებს გააკეთებ და იცით აი პეტრე უკვე აღარ არის ისეთი თავდაჯერებული მესამეთაც რომ შეეკითხა. იმიტომ რომ გაახსენდა ერთხელ როგორ ამტკიცებდა რომ იესო მე ისე მიყვარ ხარ ყველამ რომ მიგატოვოს მე არ მიგატოვებ. ამას ურტყამს იესო ქრისტე რომ შენ არ უნდა იყოს შენს თავზე დაიმედებული და შეწუხდა, დამწუხდა პეტრე მესამედაც რომ მკითხა გიყვარ ვარ და უთხრა მას უფალო შენ ყველაფერი იცი. უკვე იესოს ცოდნას უფრო ენდობა ვიდრე საკუთარ განცდებსა და ემოციებს. შენ ყველაფერი იცი რომ მიყვარ ხარ. და უთხრა იესომ, აძოვე ჩემი ცხვრები, ანუ ჩემი ცხვრები დააპურე, ჩემს ცხვრებზე იზრუნე. ეს არის შენი სიყვარული, ეს არის ჩემი მისიის შესრულება. და კიდე ეუბნება, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს. რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდა იყავი, გაბედული იყავი, შეგწევდა სარტყელის თვითონ შემოგერტყა და მე ნახე რას ეუბნება და მიდიოდი სადაც გსურდა, ანუ სადაც მოგინდებოდა იქ წახვიდოდი, რასაც მოგინდებოდა იმას იტყოდი, გააკეთებდი. მაგრამ მე ასეთს ვერ ვეყრდნობოდი. მაგრამ როცა მოხუცდები გაშლი ხელებს სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვან სადაც არ გსურს. ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას, მომყევი. ანუ მე გამომყევი. ნახეთ როგორი გაკვეთილია მოწაფეებისთვის, მეგობრებო. თევზაობა მათ ყველაზე კარგად იცოდნენ. იესო ქრისტესაც იცნობენ. შენ შეიძლება პროფესიონალი იყოს შენი საქმის. იესო ქრისტესიც წამდეს, მაგრამ შენ ცხოვრებაში იყოს უნაყოფო პერიოდი, იმიტომ რომ შენ ჯერ გაკვეთილი გქონდეს სასწაული, რომ არ უნდა ეყრდნობოდეს შენ საკუთარ ძალას. ამას სწავლა ჭირდება, მეგობრებო. ჩვენ გონია რომ ეს ვიცით. ჩვენ გონია რომ იესოს გაცნობა რწმენა იმის რომ იესო ქრისტე ღმერთის ზეა მოკვდა და აღდგა მაღლიდან შობა საკმარისია არა მეგობრებო. მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ ამის გამუდმებით გადამეორება და სწავლა როგორ უნდა დავეყრდნოთ იესო ქრისტეს. როგორ უნდა ვისწავლოთ მის ძალაზე დაიმედება. თუ ამას არ ვისწავლით, მეგობრებო, ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ხელმოცარულებს დაძინება. ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს საკუთარ გეგმებზე უარის თქმა, მარცხის განცდა, ხშირად დარჩენა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. კიდევ ვიძახი, ღმერთი სეირებს არ უყურებს, ის არ ერთობა ჩვენით. პირველი რასაც აი აქედან ვხედავთ, პეტრე მისწავლა გაკვეთილი, იმიტომ რომ ადრე მან საკუთარ თავზე დადოიმედი და ღმერთმა აი აქ ჩაუტარა გაკვეთილი. თუნდაც ყველამ დაგტოვოს მე არა. და ნახეთ მე პეტრეს აი ამ გამოცდილებას მოყვა პეტრეს ორი ეპისტოლე, ორი წერილი და იცით რას ამბობს იქ პეტრე? პირველი პეტრეს 1:5-ში. ღვთის ძალით ხართ დაცულნი რწმენის მეშვეობით.
ეს გაზეპირებული განცხადება არ იყო. პეტრემ უკვე იცოდა, რომ თუ რაიმეს შეეძოლო ჩვენი დაცვა, ეს არა ჩვენი კუნთები და ჩვენი გაბედულება, ეს ღმერთის ძალა იყო. ამიტომ აი პეტრეს წერილს რო კითხულობ, გამოცხადებით დაწერილ წერილს, შენს გულშიც რევოლუცია ხდება და შენ ხვდები, რომ შენი დაცვა, შენი გამარჯვება შენზე არ არის დამოკიდებული. შენზე რო იყოს, შენ ვერ მიენდობოდი საკუთარ თავს, მაგრამ ღმერთის ძალაზეა დამოკიდებული და აი მისი ნდობა კი შეგიძლია. შენ როცა დაიღლები, შენ როცა აღარ შეგიძლია, გაიხსენე, რომ შენი დაცვა, შენი გადარჩენა, შენი წინსვლა ღმერთის ძალაზეა დამოკიდებული და მიხვდები, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დასრულებულა. პეტრემ ეს გაკვეთილი ისწავლა. იოანეს სახარების 21 თავში კიდევ ერთხელ და შემდეგ ეპისტოლეში გაგვიმეორა. ის შეგინახავთ, პეტრე ამბობს. პეტრე ხედავს, რომ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, ჩვენი ძალები არ გვეყოფა. ამიტომ ის გვეუბნება, იფხიზლეთ და ილოცეთ. რატომ? იმიტომ რომ გეცემანიის ბაღში ვერ იფხიზლა. იესო ეუბნებოდა, ილოცეთ ჩემთან ერთად. იმიტომ რომ სატანამ ითხოვა თქვენი გაცხრილვა. და პეტრე თავის წერილებში გვეუბნება, რომ ფხიზლად უნდა იყო შენ, იმიტომ რომ თუ ფხიზლად არ იქნები, ეშმაკი ჩასაფრებულია. ნახეთ, 1 პეტრეს 5:8-ში თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მღვინავი ლომი, ამიტომ ფხიზლად იყავით, მღვიძარენი. თუ მოდუხი შეიძლება დაგავიწყდეს, რომ ღმერთი არის შენი უზრუნველმყოფელი და წახვიდე და მთელი ღამე შეალიო რაღაცა ამაოებას, მთელი ღამე შეალიო რაღაცას შენი ძალით და მაინც არაფერი გამოგივა. პეტრე მისწავლა, რომ ადამიანს საკუთარი ძალით, საკუთარი თავის რჩენაც კი არ შეუძლია და დაგვიწერა 1 პეტრეს 5:7-ში მთელი თქვენი საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. ეს მესამე პატარა გაკვეთილი, მაგრამ მთელი ცხოვრებისეული გაკვეთილი. აი მთელი ღამე ვითევზავეთ, ძმებო, გწერთ ამ წერილს, მთელი ღამე ვითევზავეთ, ვერაფერი დავიჭირეთ, ვიფიქრეთ, რომ სადღაც ფული უნდა გვესესხა. ისე უნდა გადამეხადა შუქის ფული, ისე უნდა მეყიდა საჭმელი ჩემი შვილისთვის, მაგრამ იცით რა, ზღვიდან რო გამოვედით, პირობითად ქვეყნიერებას რომ გამოვეყავით იქვე ნაპირზე, იესო გველოდებოდა და ჩვენთვის უმი თევზი კი არა, შებრაწული თევზი უკვე გამზადებული ქონდა და პურიც იქვე ნაკვერცხლებზე. ამიტომ მეგობრებო, აზრი არ აქვს, როდესაც დარდობთ, ზრუნავთ, წუხართ საკუთარ საჭიროებებზე, გაბედულად გეუბნებით, ამბობს პეტრე. მე ვიცნობ იესოს. არაერთხელ დამიმტკიცა, რომ ის არის უზრუნველმყოფელი ჩემი, ამიტომ 1 ეპისტოლეში მე-5 თავის მე-7 მუხლში ის ამბობს, მთელი თქვენი საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. რა მაგარი აღთქმა, მეგობრებო. ეს სულიწმინდის დაპირებაა. სულიწმინდამ გამოიყენა კაცი, ვინც ასე გაიცნო იესო. ასე გაიცნო ღმერთი. იცით რატო გვენატრება ხოლმე ჩვენი ბავშვობა? არაფერზე არ დარდობდით და არ წუხდით, იმიტომ რომ ჩვენი მამიკოები და დედიკოები ყოვლის შემძლეები გვეგონენ. გააღებდი მაციორს და ცივის აზამთრო იდო შიგნით. ადგებოდი დილას და კარაქიანი პური და ჩაი ქონდა. და სულ არ კითხულობდი საიდან მოქონდა. შენ ენდობოდი შენს მამიკოს და იესო ქრისტემ თქვა, იცი რა? ბავშვების ნაირების არის ზეციური სამება. მაგათნაირად მოგვენდეთ ჩვენ. ნუ დაეჭვდები. ყველა თქვენი საზრუნავი მე მომანდეთ. მე არ ვიცი, აი საზრუნავთ, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ საზრუნავი, მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიური საზრუნავი ანაცვლებს იმას, რომ იესოს მიუყვეთ,
ყოველდღიური საზრუნავი იჭერს ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში მსახურების ადგილს, იესოს წინაშე ლოცვის ადგილს, იესოსთან ურთიერთობის ადგილს. აბა დაუკვირდი, შენ ცხოვრებაში რა არის მიზეზი, რის გამოც ეკლესიაში ვერ დადიხარ ხოლმე, რის გამოც ვერ ლოცულობ ხოლმე, ვერ კითხულობ ხოლმე და შენ გექნება ძალიან სერიოზული საზრუნავების სია, რომელიც რეალურად დგას შენსა და ღმერთს შორის. ასე ქონდა პეტრესაც იესოსთან ურთიერთობაში ხარვეზები და იცოდა რომ ეს ხარვეზები იყო ყოველდღიური საზრუნავი, რამაც ზღვაში გაიყვანა და სათევზაოდ წაიყვანა. მაგრამ პეტრემ გაკვეთილი ისწავლა, იესოს გარეშე რაცა უნდა ვეცადო, მე მაღლიდან შობილი ადამიანი, ის ვინც აღთქმაში შევიდა იესოსთან. მე არ ვლაპარაკობ ბურწმუნო ადამიანებზე, ჩვენ ღმერთის აღთქმაში მყოფი ხალხი ვართ. მისი სულით დაბეჭდილი ადამიანები, ჩვენ მისი შვილები ვართ, მისი ოჯახის წევრები ვართ. მასთან აღთქმაში ვართ, კონტრაქტი გვაქვს დადებული. ის რაც შეიძლება ურწმუნოსთვის, შენთვის არ შეიძლება. ჩემ შვილებს ჩავისვამ ხოლმე მანქანაში და მივდივართ, რაღაცას ვცხლავთ, რაღაცას ვანგრევთ, რაღაცას ვაშენებთ, რაღაცას ვწყავთ, რაღაცას ვასუფთავებთ ჩვენს აგარაკზე. რატომ? იმიტომ რომ ისინი ამ აგარაკის მემკვიდრეები არიან, მესაკუთრეები არიან. მეზობლის ბავშვებს მე საერთოდ არ ვაძალებ იქ წამოსვლას. რატომ მიმყავს ესენი? იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან და ჩემი ყველაფერი მათია. ხვდებით ღმერთი რატო ითხოვს თქვენგან ერთგულებას მის მსახურებაში, მის ყანაში, მის სამეფოში, იმიტომ რომ მისი სამეფო მხოლოდ მისი კი არა, თქვენიცაა. თქვენ ისეთნაირად ვერ იცხოვრებთ, როგორც ურწმუნო ადამიანები და თუ მოინდომებთ, ტკივნეული იქნება, მეგობრებო, ტკივნეული იქნება. იმიტომ რომ ბევრი გაქვთ მოცემული, უკვე მაღლიდან შობილები ხართ, ღმერთის სულით დაბეჭდილები ხართ. მე გულს კი არ გიმძიმებთ, მე გელაპარაკებით იმაზე, რამხელა პრივილეგია იყო შენი მამიკოს მემკვიდრე. მთელი თქვენი საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. ეს დიდი გამოცხადებაა. ამას რომ მიხვდები, პრეტენზია გექნება, რომ სიმშვიდე გქონდეს. ჩვენ გუშინ მსახურთა შეკრებაზეც ვლაპარაკობდით, არა მეგობრებო? ზიდეთო ჩემი უღელი იესო ქრისტე ამბობს და ჩემს დაჰპოვებთო თქვენი სულების სიმშვიდეს. რა მაგარი აღთქმა, თქვენ ჩემი საქმე აკეთეთ, როგორც პეტრეს ეუბნება, შენ ჩემი ცხვრები აძოვე, შენ მე გამომხევი. და შენი სულის სიმშვიდეს პოვებ. და რაღაცაზე ვღელავდი ერთი რამოდენიმე დღის წინ და ეს სიტყვები გამახსენდა. მთელი შენი საზრუნავი მას მიანდე და დავდექი პანჯარასთან და უთხარი ღმერთო, შენ ხომ მითხარი რომ მთელი ჩემი საზრუნავი შენ მოგანდო. ხო და განდო უფალო. მომაშორე ახლა ეს მღელვარება, აზრი არა აქვს ამაზე ნერვიულობას, შენ განდობ ღმერთო დამავიწყე საერთოდ და ეხა სიმართლე გითხრა, აი ამ წუთას ვიხსენებ, რაზე ვღელავდი და აღარც მახსოვს. დიდება უფალს და არც მინდა რომ გამახსენდეს, რომ მოგვარდება თუ არ მოგვარდა უკვე მე დიდებას მიუძღვნი ღმერთს და მანამდეც უძღვნი ღმერთს დიდებას, იმიტომ რომ ვიცი რომ ის ზრუნავს ყველა ჩემს საზრუნავზე. იესო იძლევა მიმართულებას. იესო გაძლევს დირექტივას, ეს მეოთხე გაკვეთილი, რაც აქ დავინახეთ. იესო გეტყვის როგორ უნდა გააკეთო, რომ განკურნებას მიაღწიო, გადარჩენას მიაღწიო, ფინანსურ კურთხევას მიაღწიო, მოსავალი დიდი იყოს. როგორ ეუბნება? ვერაფერი დაიჭირეთ, არაფერი გაქვთ. ერთი ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე, რა მარჯვენა მხარეს არ ეკნებოდა ჩაგდებული მანამდე. რა თქმა უნდა, ალბათ ხანიკიდან გადაგდეს ხანაკიდან, მაგრამ ერთია როცა იესო გეუბნება, ეხლა მარჯვნიდან გადააგდევ, იმიტომ რომ იქ თევზები ძღებულობენ ბრძანებას, რომ მარჯვენა მხრიდან მოუარონ ნავებს. და უბრძანა მისცა მიმართულება ამათმა დაიჯერეს, იმიტომ რომ ერთხელ უკვე ქონდათ ეს გაკვეთილი, გახსოვთ? როცა მიატოვეს ყველაფერი და იესოს გაყვნენ, როცა მესია გაიცნეს, უკვე იციან, უკვე გრძნობენ, უკვე ხვდებიან, აი რომ 1 2 3 5 10 რო დაგელაპარაკება უფალი. მე როგორ არის, იცი 1000 ხმა რო იყოს, იმ 1000 ხმაში ერთხელ უფალი რაღაცას რო გეტყვის,
შენი გული იგრძნობს, რომ უფალი გელაპარაკო. როგორ გესმის, როგორ და კარგად. ხშირად იქონია უფალთან ურთიერთობა და რაც უფრო ხშირად იქონია უფალთან ურთიერთობას, მით მალე გაიგონებ მის ხმას და შეეჩვევი მის ხმას და შენც იმ ბატკნებში იქნები, რომელზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას. ქურდი რომ მოვა, იმისას არ დაიჯერებს ჩემი ბატკანი, მაგრამ ჩემს ხმას იცნობს. პრაქტიკაა ეს ყველაფერი. პრაქტიკა. პატარა ძაღლს რო აიყვან, პატარა ლეკვს. ჯერ სახელი არ აქვს, მოიყვანეს გაჩუქეს. ეძახი მურა, 1000 ჯერ და ხდება რომ შენ როცა მურას იძახი, იმას ელაპარაკები. თავიდან ვერ ხდებოდა. შენ მურას იძახოდი და იტყეში გარბოდა, მაგრამ ახლა მურას რო დაიძახებ, უკვე იცის რომ მას ეძახიან. რა, ძაღლები ვიყავით და წარმართები ვიყავით ყველანი, მაკაბიცოლა რა გაცილებს. ძაღლები ვიყავით და უფალი იმდენ ხანს გველაპარაკა, რომ გავიგონეთ მისი ხმა, გვიშვილა და ეხლა ერთს რო დაიძახებს მაკაბიცოლა, გურო, მაიკო, დათო, ლადო, იო, რა ვიცი, ყველა. ჩვენ უკვე ვცნობთ მის ხმას, იმიტომ რომ მასთან ურთიერთობაში დრო გადის, ვეჩვევით მის ხმას. მისი ბატკნები გავხდით. და უკვე პეტრემ ისწავლა, რომ ერთია როცა საკუთარი ინიციატივით რაღაცას აკეთებ და მეორეა როცა იესოზე მინდობით, ლოცულობ, ეუბნები ღმერთო დამელაპარაკე, აი ჯემალის გადარჩენა მინდა და როგორ უქადაგო, რა გავაკეთო, რა გავუკეთო. მისი განკურნება მინდა და სად შევხვდე, როგორ ვილოცო, ან მინდა რომ ახალი ადამიანები მოვიდნენ ბრუკლინის ეკლესიაში და როგორ მოვიზიდო. ელაპარაკები და უცებ უფალი გეუბნება. მაიკო, მარჯვნივ გადააგდე, ბადე. პარასკევს იქ რო დადის ხოლმე ის ქალი იქ მიდი და კაფეში შეხვდი და დაელაპარაკე. აი ეს სიტყვები უთხარი. მე ვიცი გუშინ წინ რა შეცდომაც მოგივიდა. ცოდნის სიტყვა, სიბრძნის სიტყვა. შენ არ იცი მართლა მოუვიდა თუ არა და ღმერთს ენდობი. და როცა ამ სიტყვებს გაიმეორებ, იმიტომ რომ უფალმა ჩაგიდო ეს გულში, ისეთ რაღაცეებს გალაპარაკებს უფალი, რომ მის გულს ხვდება და პარასკევს შეხვდი და კვირას ახალი ადამიანი მოიყვანე ბრუკლინის ეკლესიაში, იმიტომ რომ ბადე იმ ხარეს გადააგდე, ისე გადააგდე, როგორც უფალმა გითხრა და ნახეთ პეტრემ თავის პირველ წერილში ესეც აღწერა. ნახეთ რა დაწერა პეტრემ. თუ ვინმე ემსახურება, ემსახუროს უფლის ძალით, იმ ძალით, რომელსაც ღმერთი აძლევს. როგორი გაკვეთილი ისწავლა პეტრემ. განა იესო ქრისტემ არ თქვა, უჩემოთ არაფერი შეგიძლიათო? რამდენჯერ ისწავლა პეტრემ ეს გაკვეთილი. არც ერთგულება შეგიძლიაო იმისოთ, არც თევზის დაჭერა, არც ადამიანების გადარჩენა. ამიტომ პეტრე გეუბნება, ხალხო, ვიცი, რასაც ვამბობ. რამდენჯერ ჩამიტარა ჩემმა უფალმა ეს გაკვეთილი და ჩვენც რამდენჯერ გვიტარებს ამ გაკვეთილს, მეგობრებო. ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ, არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ჯერ გაკვეთილი არ გვაქვს ნასწავლი. ჯერ ისევ ჩვენი ძალებით ვცდილობთ რაღაცეების გაკეთებას, თორემ იესოს რომ კონდეს ნათქვამი და იმას რომ ვაკეთებდეთ, რაც იესომ გვითხრა, აუცილებლად დავიჭერდით. აუცილებლად მივახწევდით მიზანს. ამინ. არ შეიძლება თქვას და არ გამოვიდეთ, მეგობრებო. ღმერთი რო გეუბნება გადააგდე ნავის მარჯვნივ, გადააგდებ და ის უზრუნველყოფს. აქ შენს მორჩილებაზე, მის ძალაზე დაიმედებაზეა საუბარი. ღმერთი მის გულსაც გახსნის, შენს ბაგესაც ცხებს და სულაც რომ მეთევზესავით, გაუნათლებელი კაცივით, რაღაცეები ლაპარაკო. იმას დიდ სიბრძნეთ მოეჩვენება. ვერ მიხვდება რატო, მაგრამ გული საგულედან ამოუხტება. როგორც წერია უყურებდნენ, რომ უბრალო მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ცეცხლი გაზდიოდათ და უკვირდათ, საიდან აქვთ მათ ამ ხელა ძალა და ცხებულება. როცა ღმერთის დავალებას ასრულებ, როცა ღმერთის დირექტივას მიყვები, როცა ღმერთის ძალით აკეთებ რაღაცას, თევზები მოდიან ზუსტად იქ, სადაც უფალმა უბრძანა, რომ მოვიდნენ. ამენ. მედიტება უფალს. კიდევ ერთი გაკვეთილი.
პეტრე ძალიან უყვარს იესო ქრისტე. ძალიან უყვარს და გულწრფელია, მაგრამ მხოლოდ სიყვარული და გულწრფელობა საკმარისი არ არის. ჩვენი სიყვარული კონკრეტულად გამოიხატება იმაში, როცა ვასრულებთ იმას, რაც უფალმა დაგვავალა. განა იესო ქრისტემ თქვა, თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით. მცნება რა არის? არ იმრუშო, კი ბატონო. არ იმრუშო, არ იმცნება და ეკლესიაში იარეო არ არის იმცნება? არის. ურწმუნო ადამიანს დაუმოწმეორო, ღმერთია ყოვლის შემძლე და იესო ქრისტე მისი ძია და მოკვდა და აღდგა მისი წოდებისთვისო, არ არის იმცნება? აპატიეო თუ ვიღაცამ გაგაბრაზაო და დაზარალებული დარჩიო, იქადაგე დროულად და უდროოთო მცნება არ არის? ესენი უბრალოდ სადაბადების დღეო სურვილებია? არა, მეგობრებო, ეს ყველაფერი მცნებაა და იცი რა, ან იცავ მცნებებს და გიყვარს იესო ქრისტე. ან არ იცავ. და არ ვიტყვი რომ არ გიყვარს, მაგრამ პეტრემ ისწავლა გაკვეთილი რომ მარტო ემოციების დონეზე სიყვარული საკმარისი არ არის. სამჯერ შეეკითხა იესო ქრისტე, გიყვარ ვარ? კი, მიყვარ ხარ. ხო და თუ გიყვარ ვარ, პეტრე, იცოდე, აი ჩემი მცნება ეს არის. ჩემი ბრძანება. ჩემი სურვილი არის რომ ჩემი ბატკნები აძოვო. წემსო. მოემსახურო მათ. კი, მაგრამ მე არ მყავს ფარა, არ ყავს ფარა, მაგრამ ძმაკაცი ყავს, რომელიც იტანჯება. 1000 პრობლემა აქვს. შენ იცი რომ ცოდვილი ადამიანია და არ ეუბნები რატომ მოდის ეს ტანჯვა მის ცხოვრებაში. არ ეუბნები. არა და იმ ადამიანს შველა ჭირდება. ავადმყოფია და არ ეუბნები რომ ქრისტეს ჭრილობებში ის განკურნებულია, არ ეუბნები. შეგიძლია რომ დააპურო, შეგიძლია რომ მისცე საკვები სულიერი, მაგრამ არ ეუბნები, რატო არ ეუბნები, იცი? იესო ქრისტეზე მეტად საკუთარი კომფორტი უფრო გიყვარს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. აი ზოგადად არ ვიტყვი. არ მინდა რომ ძალიან მტკივნეულად ვილაპარაკო, მაგრამ იესო ასე ამბობს, თუ გიყვარ ვარ პეტრე, აძოვე ჩემი კრავები, ჩემი ცხვრები. დამწყემსე ჩემი ხალხი. მე რო სამწყსო არ ამყავს, მეგობარი ხო ყავს, ვისაც ქრისტე ჭირდება და არ იცნობს. ცოდვილი ადამიანები ხო ყავს შენს გვერდით, ვისაც ეშმაკები ელანდებიან, ავადმყოფობისგან იჩაგრებიან. თუ არა ყავს და ყველა მორწმუნე ყავს შენს გარშემო, გადადი მაშინ და მოძებნე ურწმუნოები. იმიტომ რომ ეს არის დავალება, მეგობრებო. გადით ქვეყნიერების კიდეებამდე. გიყვარ ვარ? დაიცავი ჩემი მცნება. და რა იყო მისი მცნება ყველაზე მთავარი? გადით და იქადაგეთ ჩემი სახარება და ასწავლეთ ადამიანებს ყოველივეს დაცვა. პეტრემ თავის წერილში დაწერა. წემსეთ თქვენ შორის არსებული ღვთის სამწყსო. სად თქვენ შორის? აგერ ახლა აი რამდენი ადამიანი ზიხართ მეც აქედან და წემსოთ ახლა ერთმანეთიც უნდა წემსოთ, მაგრამ ჩვენ შორის კიდე ბევრი ადამიანია, ვინც აქ არ ზის. ჩემი სამეგობრო, სამეზობლო, სანათესაო, კლასელები, თანამშრომლები, ჩვენ შორის არსებული ხალხია ეს. და ჩვენ უნდა მწყემსოთ. ეს შემთხვევითი არ არის. უფალი იესო ქრისტე გვიჩვენებს, რომ ჩვენ მისი მოწაფეები მოძღვარზე ძირითი არა ვართ. და ბოლოს რითი უმთავრებს იესო ქრისტე? აი 21 იოანეს სახარების 21 თავის გაკვეთილს პეტრეს. მე გამომყევი პეტრე. შენი ძალებით სათევზაოდ კინუიული. მე გამომყევი პეტრე. მე ნაპირზე ვიყავი აქ და გელოდებოდი. რას დაეძებდი მთელი ღამე ზღვაზე? მე გამომყევი პეტრე. მანამდე კი ნათქვა მქონდა. ეს ამ კვირაში გაგიზიარეთ კიდეც. ვინც მე მომყვება, მას პატივს მიაგებს მამა. მაგარია რა. როცა ვიღაცა შენი პატივისცემა უნდა. აი სტუმრები რო ჩამოდიან ხოლმე. ან მე რო ჩავდივარ სადღაც სტუმრად.
შეიძლება სულაც არ ვიყო ჭამის ხასიათზე, მაგრამ იმ ადამიანის პატივისცემა მინდა. აქეთ ამას ვაჭრევ, იქით იქ წავიყვან, იმას ვაჩვენებ, აქ წავიყვან, საუკეთესო სასტუმროს შეურჩევან, სახლში მივიყვან, 1000 რამეს გავუკეთებ. აი, დათოს არ ეცალა, ვიცი, ხა ჩემი ხათრით მოვიდა, მაგრამ მინდოდა რომ პატივი მეცა. ბევრი კი ვერაფერი გავუკეთე, მაგრამ ვეკაჩე სანამ არ დავითანხმე. მოვიყვანე და ყურადღება გამოვხატე. პატივისცემა მინდოდა. ეხლა ეს ჩემი დაკნინებული საცოდავი პატივისცემის მცდელობა იყო, მაგრამ წარმოგიდგენიათ იესო ქრისტე რას ამბობს? ვინც მე მომყვება, ვინც იმას აკეთებს, რასაც მე ვაკეთებ, ვინც იქ მიდის, სადაც მე მივდივარ, ვისაც იმის გაკეთება უნდა, რის გაკეთებაც მე მინდა, მას პატივს მიაგებს მამა. არ გინდა გაიგო მამას როგორი პატივისცემა შეუძლია? ძალიან მაგარი პატივისცემა შეუძლია მამას. პეტრეს ეს ახსოვს და იოანეს 12:26-ში ნათქვამი სიტყვები. ვინც მე მემსახურება, ვინც მე მომყვება, მას პატივს მიაგებს მამა და ეს გაკვეთილი იქ ტბაზე კიდევ ერთხელ გაახსენა იესო ქრისტე. და იცით რა, პეტრე მთელი ცხოვრება მიყვება იესო ქრისტეს. ჯვარცმით სიკვდილამდე. და ბოლოს იმ დონეზეა პეტრე უკვე გაზრდილი სულიერად. ეს ყველაფერი ხო ეპისტოლეებში დაგვიწერა და უკვე როდესაც ჯვარცმის დრო დაუდგა იძახის, არა, ჩემი უფალივით არ ვიმსახურებ, თავ დაყირა, გამაკარით ჯვარს. და აი, სწორედ იმაზე ლაპარაკობს პეტრე, რაც წეგან ნიკამ ახსენა. ზოგიერთი რაღაცეები შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში არ იქნას მიღწეული, მაგრამ პეტრე ხო იცნობს იესო ქრისტეს და რას ამბობს იცით? თავისივე ეპისტოლეს, პირველი ეპისტოლეს მეხუთე თავის მეოთხე მუხლში და როცა გამოცხადდება მთავარი მწყემს თავარი, მივიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. ყველაფერი სააკაოსთვის არ ხდება მეგობრებო. თავისი აი 50 წლის ვარ. ამდენს ვიცოცხლებ კიდე. დარწმუნებული ვარ, რომ 100 წელი არ ვიცოცხლებ. ანუ ნახევარზე მეტი გავიარე, ხო? ნახევარზე მეტი გავიარე. ეს ნახევარიც, ისე ნახევარი კი არა, რაც არის ეს 50, ისე სწრაფად გავიარე, რომ დარჩენილს ალბათ ორმაგისის სწრაფით გავივლი კიდე. ხო და გონივრული არ არის, რომ მარადისობაზე უფრო ვიფიქრო, ვიდრე ამ ქვეყნიურზე? ხლა სამარის კართან რომ თავდებოდეს ყველაფერი კიდე ხო, მაგრამ იქ იწყება მერე ყველაფერი მეგობრებო. ასე რომ გაკურთხებთ უფლის სახელი და მთავარი მაინც გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ სიცოცხლის უჭკნობ გვირგვინზე. აი იქ მოგვინდება მერე. იქ მოგვინდება ღმერთის დიდებით შემოსვა. აქ თუ გინდა კარგ კურორტზე წასვლა, კარგი მანქანა, კარგი შარვალი, კარგი ტელეფონი, კარგი სამლოცველო სახლი, ყველაფერი კარგი გვინდა, კაცო, განაცუდია, მაგრამ აქ გინდა დროებით ცხოვრებაში და იქ როგორ გენდომება რაღაცეები. წარმოგიდგენია? ხო და მოდი მარტო სააკაოსთვის ნუ ვიზრუნებთ. გავიხსენოთ მოციქულ პეტრეს სიტყვები და როცა მოვამწყემს თავარი, მივიღებთ სიცოცხლის უჭკნობ გვირგვინს. გვირგვინი ხო მეფობის, ძალაუფლების, პატივის, ღირსების, წინვალების ნიშანი. ამას პირდება ღმერთი. იცით ამაზე რატო ვლაპარაკობ? აი დღეს ფიქრობდი, თავად იესო ქრისტე როდესაც აღდგა მოწაფეებს რო ელაპარაკებოდა, 40 დღის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ ზეციურ სამეფოზე. რას ელაპარაკებოდა? იქ ცუდია, არ ვარგაო, საცოდავები იქნებით, ამას ელაპარაკებოდა, არა. ელაპარაკებოდა სიცოცხლის გვირგვინები გექნებათ, ოქროს ქუჩებია, ბრილიანტი სასახლეებია, წყევლა არ არის, ცრემლი არ არის. ზეციური სამეფოს დიდებულებაზე ელაპარაკობდა. ისე მოწონს ხალხს ამერიკა, რომ საიდან აღარ გადადიან ამერიკაში და ზეციური სამეფო წარმოგიდგენიათ როგორია მეგობრებო? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იქ შეგხვდეთ სიცოცხლის უჭკნობი გვირგვინი. ეს ყველაზე დიდი პატივია, რომელსაც მამა ფიქრება, თუმცა როცა ახაც მიყვები იესო ქრისტეს, ყველა შენ საზრუნავზე, ყველა შენ საფიქრალზე. იესო ქრისტე ფიქრობს და ზრუნავს.
რამდენი მაგალითი გავიხსენოთ, მეგობრებო. იაკობი იყო, საკუთარ ძალაზე იყო დაიმედებული, რო გარბოდა და ძმას გაურბოდა და უკარო ბრუნდებოდა. მანამდე ეჭიდავა ღმერთის ანგელოს, სანამ მისგან არ მიიღო აღთქმა, რომ ის დაიცავდა და ისაკურთხებდა საკუთარი ძალით. გაკვეთილი ისწავლა და ამის მერე გახდა კურთხეული. მოსე იყო და თავიდან საკუთარ ძალაზე იყო დაიმედებული და გასაქცევად გაუხდა საქმე. მაგრამ როგორც კი ისწავლა ღმერთის ძალაზე დაიმედება, მხსნელი გახდა მთელი ისრაელის ხალხი. თუმცა 40 წელი დაჭირდა ღმერთზე დაიმედების სწავლა. გედეონი იყო და არმია შეკრიბა 30,000-იანი თუ არ ვცდები და ღმერთმა უთხრა გაუშვი ყველანი 300 კაცი დატოვა იმისათვის რომ გედეონს საკუთარ თავზე კი არა ღმერთზე დაედო იმედი. რამდენი ჩამოვთვალო მეგობრებო, ჩვენი გაკვეთილები ამიტომ არის გასავლელი. ჩვენ ცხოვრებაში ამიტომ მოდის ყველა ეს გამოწვევა. დაუფიქრდი შენ ცხოვრებაში სად იჭედები, სად გაქვს პრობლემები და მიხვდი რომ აი იქ გასწავლის უფალი მასზე დაიმედებას და არა საკუთარი ძალით მოქმედებას და რაც მალე ვისწავლით ამ გაკვეთილს მეგობრებო, მით მალე გამოჩნდება ღმერთის დიდება ჩვენ ცხოვრებაში. ამინ. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო და ეს სულიწმინდამ დაბეჭდოს ეს ჭეშმარიტების სიტყვები თქვენს გულებში და როდესაც თქვენი და მე ჩემი გაკვეთილების გავლა მოგვიწევს, გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტე გველოდება ნაპირზე უკვე გამზადებული და უზრუნველყოფილია ყველაფერი ის, რაც გვჭირდება. ოღონდ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მას მივენდოთ, მის დირექტივას დაველოდოთ, მას გავყვეთ და შეუძლებელი არაფერი იქნება. ამენ. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო, მოდი წამოვდგეთ და ვილოცოთ.